საქმე მტკიცებულებების გარეშე. პატაკის ავტორის, გამომძიებელ რომიკო გოგიაშვილის ეპიზოდი. იმისთვის რომ მტკიცებულება საქმეში მტკიცებულება იყოს და მე დაცვის უფლება განვახორციელო, მე უნდა მქონდეს მტკიცებულების გამოკვლევის ისეთივე თანაბარი შესაძლებლობა, როგორც ბრალდებას. საქმეში მტკიცებულებად მოდის ანონიმური წყაროს ნათქვამი, რომლის გამოკვლევის საშუალება მე არ მაქვს, ანუ ანონიმურ წყაროს მე არ შემიძლია დავუსვა კითხვა, რომ ეს რატო იყო, ჭორი მოისმინე თუ მართლა იცი რაღაცა. ორია ფაქტობრივად. იმისთვის, რომ ეს ჩვენებად აქციონ კითხავენ ოპერატიულ თანამშრომელს და თითქოს ეს არის მტკიცებულება, რომელიც მე უნდა გამოვიყლიო, მაგრამ ოპერატიულ თანამშრომელს დაუსვი ჩვენ ეს კითხვა, რომ ეს შენ იცი თუ პირდაპირ გითხრა, ეს მე კი არ ვამბობ, რომ ესეა. ეს გადმოვეცი, რაც მითხრა წყარომ. იმის გარდა რომ მოწმე სასამართლოზე, როდესაც იმეორებს თავის ჩვენებას გამოძიების წინაშე ნათქვამს, მის ამ ჩვენების შინაარსის მიღების შემდგომ ხდება მისი სანდოობის ასევე გამოაშკარავება. ხო, რამდენად სანდოა ის ადამიანი, ვინც ამას გვესაუბრება და ვინც გვაწვის ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ის რომ მხოლოდ დეტექტივების მიერ წარმოდგენილი პატაკები არის ბრალს ჩადებული და ეს არის პირდაპირ მტკიცებად მოყვანილი, რაც შეუძლებელია რომ იყოს ბუნებაში. თვითონ ამ პატაკების წარმომადგენელი პირებიც არასანდობას იწვევენ იმის გამო, რომ ერთ-ერთი მაგალითად რომიკო გოგიაშვილი პირადად ესწრებოდა ორივე ჩხრეკას, რომელიც გიორგი მიქაძის სახლში მოხდა. ხელმძღვანელობდა ამ ჩხრეკებს. მეორე ჩხრეკის დროს ჩვენ ამ კარების ღუმლზე შევხვდით ერთმანეთს და ვთხოვე რომ თვითონ უკან დაეხია და მოსულიყო გამომძიებელი, ანუ ის ფიგურა, ვინც წესით ატარებს ჩხრეკას, ვინც ადგენს ოგს და პირველ შემთხვევაშიც ზუსტად ესეთ პოლემიკაში მოგვივიდა ერთმანეთთან. მან მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოზე უარყო, რომ საერთოდ არ ყოფილა იმ დღეს არ ხელმძღვანელობდა კი არა, საერთოდ მონაწილეობას არ აღებულობდა ჩხრეკაში. ამის ჩვენ ვიდეო მასალას გვაქვს სახლში გადაღებული ტელეფონით, რომ ხელმძღვანელობს კიდევაც და კიდევაც ესწრება. ანუ თვითონ პატაკის ავტორების სანდოობაც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს ამის შემდეგ და ამის ფონზე. ისე გადაიგრო რომ კლიენტი ზოგადად სულები გამოჩნდეს რა ვერანაირად. აი და მე რაღაც კინებითა დაშვებული ხე ქვევით რა ხდება არ ვიცი. და ვიღაც გეუბნება კინები არის და ქვევით რაღაცა სივრცესავით არის და იქიდან მაინც თუ მიწვდით შეხედოთ მაინც იქიდან ხარეს ვერ მიწვდებით ხო შანსი არა ხო? არა აღარ არის ეს თუ არაფერი არ არის სათავსო და ის ჩამოვა. შეგახსენებთ, რომ გამომძიებელმა რომიკო გოგიაშვილმა სასამართლო პროცესზე უარყო, რომ ესწრებოდა გიორგი მიქაძის სახლი ჩხრეკას.